ერთდროული მკურნალი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთით, ეთერშია გადაცემა მწვანე ზონა, მე კი გადაცემის წამყვანი სოფიო ძიგუა ვარ. გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც არ ახალია, ასე ვთქვათ, ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის, ეს შეეხება გარემოსთან, ასე ვთქვათ, მეგობრულ წარმოებას, როგორ უნდა ვაწარმოოთ ის, რომ არ დავაზიანოთ გარემო. ალბათ ჩვენი მსმენელი უკვე მიხვდა, რომ ეს რა თქმა უნდა დაკავშირებულია მწვანე ეკონომიკასთან და მწვანე, ასე ვთქვათ, ენერგიასთან. გაეროს კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისთვის 95%-იანი ალბათობით 9-დან 10 მილიარდამდე შუალედში იქნება, ხოლო 2100 წლისთვის 8-დან 12-13 მილიარდამდე შუალედში. მოსახლეობის ზრდა კი ზრდის მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს არის წყალი და საკვები, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზეც. განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში უკვე ფიქრობენ და ნერგავენ კიდევაც ახალ ტექნოლოგიებს, როგორ უნდა უზრუნველყოს მსოფლიო ეკონომიკის მზარდი მოთხოვნები, ისე რომ გარემო არ დააზიანოს, თუ რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კლიმატის დაჩქარებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, ვიცით, რადგან სწორედ ეს არის ის პრობლემა, რომელზეც დღეს კაცობრიობა ფიქრობს, რადგან კაცობრიობის დიდ ნაწილს სწორედ განადგურებით ემუქრება კლიმატის ის პრობლემები, რომელიც დღეს კაცობრიობას გააჩნია და მე წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს. ჩვენი სტუმარია ზაალ ხელაძე, მწვანე ინჟინერიის ცენტრის დამფუძნებელი, მეცნიერებათა დოქტორი. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ჩვენი მსმენელები და მაყურებლები მიჩვეულები არიან ამ საკითხზე საუბრით, მაგრამ საუბარს ხშირად მოусმენიათ ჩვენი ეთერიდან, მაგრამ მე მინდა რომ მაინც ცოტა ზოგადი კითხვით დავიწყოთ და ჩვენს მსმენელზე მაყურებელს აუხსნათ, რატომ გახდა მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის მწვანე ენერგეტიკისა და ზოგადად მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა, ასე ვთქვათ. მწვანე ეკონომიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ბოლო დროს, თუმცა მწვანე ცხოვრების წესი და მწვანე ასე ვთქვათ აქტიურობები სულაც არ არის უცხო და სულაც არ არის ისეთი, რომ თითქოს ეს რაღაც ახალი გამოგონება და რაღაც ინოვაცია, ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, როგორც ცხოვრების წესსაც ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვეულებრივი ცირკულარული წესია, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი კანონი ფიზიკის ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონი, რომელიც ამბობს, რომ სისტემა არის ჩაკეტილი, ჩაკეტილ სისტემაში არაფერი არ საიდან არ მოდის, ერთი სახისგან გადადის მეორეში, მეორედან ისევ პირველში და ასე შემდეგ, ჩაკეტილ წრეზე ვართ. ეს მოდელი არის მწვანე ეკონომიკაშიც, ანუ ცირკულარული წესით აქტიურობები. აქამდე ჩვენ ვითარდებოდით წფივად ეკონომიკაში და დროა დადგა, რომ ჩვენ განვითარდით ცირკულარულად, ანუ უდანაკარგოთ ჩაკეტილ სისტემაში. ეს არის სწორედ მწვანე ეკონომიკა და მისი ძირითადი პრინციპი და გავიმეორებ იმასაც, რომ ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი, რითაც დავიწყეთ, რითაც დაიწყო კაცობრიობა, ორგანული წესით გამოკვება, კვლავ წარმოება ორგანული წესით, ბუნებრივად ამის გაკეთება და ჩვენ ინდუსტრიულად ჩავერიეთ ამ საკითხებში, ჩავერიეთ და ეს საკითხი ეს დავარღვიეთ ეს წესიერება. ამიტომ ის უნდა ავადგინოთ. ჩვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგად ახსენით ეს თქვენ რადგან ფიზიკოსიც ხართ ალბათ, მაგიტომ მარტივიანით გადმოეცით ხომ ეს ყველაფერი და ჩვენი ეკონომიკა როგორი არის დღეს საქართველოში და რა შესაძლებლობები გააჩნია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შესაძლებლობები, ჩვენ გვაგვაჩნია სურვილი და ეს კარგია, რომ წავიდეთ მდგრადი წესით და ეს მდგრადობის ყველა 17-ვე პრინციპი შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. მე მგონია, რომ ჯერჯერობით წრფეზე მივდივართ, მაგრამ უნდა წავიდეთ ცირკულარულად და განვითარდეთ ცირკულარულად, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ამ მიმართულებით. ჩვენ თუ გავიხედავთ დაახლოებით 10-15 წლის წინ რა ხდებოდა და როგორ რა მდგომარეობა ჰქონდა და შევადარებთ მდგომარეობას, ვხვდებით, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ. მაგრამ თუ გავიაზრებთ იმას, რომ როგორები უნდა ვიყოთ, ვხვდებით, რომ ძალიან ბევრი გასაკეთებელი გვაქვს. და თუ შევხედათ ევროკავშირის ქვეყნებს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ამ შემთხვევაში? თუ შევდარდებით მეზობელ განვითარებულ და განუვითარებელს, ამ ორივე კომპონენტს აღმოვაჩენთ და ვიხდებით, რომ ის საითენაც მივდივართ ევროპული განვითარებისკენ და ამ პრინციპებისკენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
მოგზაურობთ ჩვენ ყველა ეს ამ ქვეყნებში და ვუყურებთ რანაირი მოწყობაა და როგორა ეს ყველაფერი და დიდი ქალაქები, მეგაპოლისები, ბერლინი და ასე შემდეგ ისეთნაირად არიან რომ ვერც კი მიხვდებით ქალაქში ხართ სოფლებში იმდენად სუფთა ჰაერია და იმდენად კარგად არის ორგანიზებული ეს რის შედეგად ხდება ეს ევროპულ ქვეყნებში და რას არ ვაკეთებთ ჩვენ და რა შესაძლებლობა გვაქვს? აი ამ მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვის შედეგად ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი თუნდაც თქვა ძირითადი არტერიის ტყის მიმართულებით, მოვლა-პატრონობის მიმართულებით, ენერგეტიკის წარმოების, განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ ძალიან ზემოქმედებთ გარემოზე, თუმცა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია არ არის იმ დოზით განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებშია და ეს კიდევ არის ეს შველის იმას, რომ ჩვენ ისე ძალიან ვერ ვაზიანებთ გარემოს. თუმცა მივალთ აქაც, რომ ჩვენში მოხდება ეს სწრაფი განვითარება ინდუსტრიალიზაციის და ჩვენ ამ სოფლის მეურნეობაში გინდა ძალიან ბევრი ამ მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპების რომ განვითარდეთ. ტყის განვითარება ვთქვით უკვე აღნიშნეთ ინდუსტრიალიზაციის პროცესებში სამშენებლო სექტორი ძალიან ჩქარა განვითარდა სამშენებლო სექტორი და შეიძლება ითქვას რომ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს აი ამ ჩვენს გარემოს ერთ-ერთი დიდი ემიტორია შენობათა სექტორი დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ ყველას გონია რომ ტრანსპორტია და ნახეთ რა ხდება ტრანსპორტში ტრანსპორტი თავისთავად თვითონ შველის იმიტომ ჩვენ ძირითადად იმპორტირებულია ტრანსპორტი ჩვენთან და აქედან გამომდინარე ის პროცესები რაც საჭიროა მისი გამწვანებისთვის მოყვება ხო ახალ მანქანას თან ეს ტრანსპორტი ახალგაზრდა სექტორია უფრო მოკლე სექტორია მაგალითად მე ის ადამიანი ვარ რომელიც დავდიოდი ჟიგულის მარკის ავტომობილით და დღეს დავდივარ ჰიბრიდით. ანუ ჩემმა ასაკმა ეს აიტანა, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ და ჩემი ასაკის ადამიანები ისინი არიან, რომელიც თავის რეგიონებში, თავის ბებიის და ბაბუის დანატოვარ სახლებში ცხოვრობენ. ანუ წარმოედგინეთ, როგორ განვითარდით ტრანსპორტის ნაწილში, რომ აღარ ზემოქმედებს გარემოზე და როგორ ვერ განვითარდით შენობების ნაწილში, და ეგრეთ წოდებულ ხრუშოვკებშიც ცხოვრობთ ახლაც. რომელიც დროებითი იყო. რა თქმა უნდა, რომელიც დროებით იყო, საზოგადოდ იყო რამოდენიმე წლით და 10 წლით. ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად მშენებლობის სექტორი და ალბათ ამას ცალკე ვალდებულებების ცოტა მერე ვისაუბროთ ამაზე მე მინდა კითხოთ აი თქვენი სასწავლო საწარმო მე ასე დავარქვევდი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა განვითარდეს მდგრადად ქვეყანა. მოდი ასე შეიძლება დავარქვათ, ხო? ამიტომ მე მინდა კითხოთ და ჩვენი ასე ვთქვათ თქვენი მოწვევის გარდა იმისა რომ პროფესიით შესაბამის პროფესიიდანაც გამომდინარე მოგიწვეთ არის ის მიმართულება, რასაც თქვენ აკეთებთ დღეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ მოუყვეთ ჩვენს მანერლებს, აი რა გარემოს დამზოგავ ტექნოლოგიებს იყენებთ, რა საწარმოებთ და რას ასწავლით იმისთვის, რომ უკეთესები ვიყოთ, ასე ვთქვათ და გარემოს მიმართ ვიყოთ მეგობრულები და როგორ უნდა დაინერგოს ეს ჩვენს ცხოვრებაში. აი რამდენად ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს შემდგომ. აი ნახეთ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი წამოვიდა ისევ სამშენებლო სექტორიდან, ხო? იმიტომ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი დიდი ემიტორია და დიდი გამოწვევა აქვს სამშენებლო სექტორს აკადემიურად განვითარებული და აკადემიურად მომზადებული სტაფის და ადამიანების და გასაჭირი აქვს ამ მიმართულებით, როდესაც ჩვენ დავიწყოთ სამშენებლო სექტორში შევიდით და დავიწყოთ ამ მიმართულებით ფიქრი, როგორ შეიძლება და აი მწვანე პრინციპები დაგვენერგა, მივხვდით, რომ არ იყო სპეციალისტები, რომლებიც თქვა ამაში დაგვეხმარებოდნენ, სულ ვიწვევდით უწყოელებს და ასე შემდეგ. აქედან გადავწყვიტეთ, რომ უპირველეს ყოვლისა აგვეგო საწარმო, რომელიც იქნებოდა მწვანე ტექნოლოგიების საწარმო, რომელიც ჩააკეთებდა უბრალოდ კომპლექტაციას ამ ტექნოლოგიებს და მიწოდებას ბაზარზე და შემდგომში თვითონ ESCO მოდელიც, რომელიც არის დაეფუძნებოდა გადაწყვეტილების მიწოდებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიწოდებასთან ერთად კლიენტს უნდა სპეციალისტი, გეუბნება, აი, კი, მაგრამ ვინ გააკეთებს, ვინ დაამონტაჟებს, ვინ დამიხაზავს, ვინ გამიკეთებს ამას ყველაფერს და აქედან გამომდინარე პროფესიულ ცოდნის ასე ვთქვათ გადაცემა. გადავწყვიტეთ პროფესიული სასწავლებელი გავიკეთებინა, მივიღეთ ოფიციალური აკრედიტაცია, თებერვალში ვფიქრობ დაწყებას უკვე სასწავლოს, ეს არის განახლებადი ჰიბრიდული ენერგოტექნოლოგიების ჰიბრიდული სწავლება, ანუ ყველას ერთად, ანუ ხა ცალკე
თქვენ შეიძლება იპოვოთ გარკვეული პედაგოგი, რომელიც ალგებრს ის კოლექტორებს გასწავლით, ის PV სისტემებს შეგასწავლით, თქვა და შეიძლება წახვიდეთ და იმეცადინოთ ისწავლოთ პური ტუმბოები და ასე, მაგრამ ყველაფრის ერთად მუშაობა და ერთად წარმოდგენა ერთ სისტემაში, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენ ESCO გადაწყვეტილებებში, არის ძალიან რთული და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ აი ასე ესეთნაირად გასწავლებინა და ხარი აგვიბა სხვა ჩვენ ვარი არ გითხრა სახელმწიფომ და მოგვანიჭა პროფესიული განათლების ასე ვთქვათ მიმწოდებლის პროვაიდერის უფლება და მივიღეთ ეს უფლება ნოემბრის თვეში და უკვე თებერვლიდან გამოვაცხადებთ ალბათ სასწავლო კურსს და ყველაფერი იმაზე დავიდა რომ გვინდა რომ ეს მიმღებისთვის, ცოდნის მიმღებისთვის ეს იყოს ანაზღაურებული და ვცდილობთ რომ ეს ანაზღაურებული იყოს, არც ამაზე გვეუბნება ვარს ჩვენ პროფესიონალების სააგენტო და ვცდილობთ რომ ეს ანაზღაურებული პირველი 10 სტუდენტს მივიღებთ ჩვენ 10 სტუდენტის უფლება გვაქვს ერთდროულად მომზადების 10 სტუდენტს მივიღებთ ალბათ თებერვალში, მეორე მივაყოლებთ ყოველ სამთვეში ერთხელ იგივე რაოდენობას და მომავალ წლისთვის გავზდით უკვე ჩვენ სისკო აკადემიაც გავხდით ვცდილობთ რომ უმცროსი ენერგომენეჯერები და უმცროსი გარემოსდაცვითი მენეჯერების აკრედიტაციაც მივიღოთ და ეს იქნება ერთგვარი ინვესტიცია შეიძლება ასე დაერქვას. ეს არის ჩვენი ინვესტიცია ჩვენივე თანამშრომლებში და ჩვენივე ქვეყნისთვის და დედამიწისთვის. კი ბატონო. ჩვენი დისტრიბუტერი ვინ არის? ვინც ავრცელებს ცოდნას და განათლებას ამ სისტემებზე. აქედან გამომდინარე ჩვენი კი ბატონო, გარდა ცოდნისა ძალიან მნიშვნელოვანი ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომობის საკითხი, ხომ? აი კონკრეტულად დავსვამე შეკითხვას ალტერნატიული ენერგეტიკა, აი ხშირად განახლება და ენერგიას, რასაც ჩვენ მოვიაზრებთ და ასე შემდეგ, რომელშიც ჩაშლილად სხვადასხვა რამ იგულისხმება, ხომ? ძვირია ან თქვენს მაგალითზე რომ მოგვიყვეთ თუნდაც, რამდენად ხელმისაწვდომია მოკვდავი ადამიანისთვის. აი ნახეთ, ასე გვაჯერებენ ყოველ შემთხვევაში. ჩვენი ამოცანა, ყველა სამწუხაროდ ჩემი, თქვენი როგორც ჟურნალისტი და როგორც პროვაიდერი სამ საქმის და ვთქვათ, ცოდნის მიმწოდeblis, ჩემი ამოცანა როგორც წარმოებლის არის ის, რომ მოხდეს ამ პროცესების კომერციალიზაცია. გარკვეული საკითხები, გარკვეული დროის წინ ასევე ძვირი იყო, მაგრამ დღეს გახდა კომერციული. მაგალითად დათმუნება სახურავების, მაგალითად ენერგოეფექტიანი ფანჯრები, აი მეტალოპლასტიკის ფანჯრებს რო ეძახენ. ესენი გარკვეული დროის წინ ყველაფერი სუბსიდირდებოდა და გრანტებს აძლევდნენ, ხო? ზის კოლექტორები, ზის ბატარეები უკვე იმდენად საინტერესო ფასი გახდა უკვე კომერციულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის, რომ პროცესები, რომელიც არ არის კომერციული, გავხადოთ კომერციული, გავხადოთ გაყიდვადი და გავხადოთ ბიზნესისთვის საინტერესო. და მივანიჭოთ მას მდგრადობა. აი მაშინ იქნება სწორი ეს პროცესები, თორე ისე თუ იქნა რომ ჩვენ პროცესები მუდმივ სუბსიდირებაზე გვექნა და მუდმივად დასახმარებელი, ეს არ არის სწორი. ეს არანაირად. აქედან ამიტომ არის რომ ჩვენ ამდენს ვფიქრობთ და მოღვაწებთ და კომპანიასაც ESCO ამიტომ ქვია რომ ეს ნიშნავს რომ ჩვენ პროცესებს რომელიც არ არის საინტერესო ხდით საინტერესო და მე ვყიდით ჩვენი ეს მეოთხე საწარმოა რომელსაც ჩვენ ახლა განვავითარებთ და მე არ ვიცი ალბათ ამ ბიზნესაც გავყიდით პრინციპში რომელიც ასეთი გზით ვიარეთ ასეთი იყო ხის სახლების შენებლობა კიდევ სხვა რამოდენიმე ბიზნესი განავითარეთ და გავყიდეთ ესეც ასე იქნება ალბათ იმიტომ თავარი ამოცანა არის მოხდეს პროცესების კომერციალიზაცია როდესაც ის სუბსიდირებულია მოხდეს მისი სუბსიდირება ფეხზე დაყენება ასე ვთქვათ მდგრადობის ხარისხის მინიჭება და მე მისი ვთქვათ ასე ვთქვათ ყველასთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა თქვენი ხო აი თქვენი ასე ვთქვათ თქვენი კონკრეტული საწარმო მოდი ასე დავარქვათ ხომ არის ძალიან კარგი მაგალითი ამის მდგრადი განვითარების ასე ვთქვათ და მწვანე ენერგიის მარტივად რო ვთქვათ ხო აი მე მინდა თქვენ გკითხოთ აი ხშირ შემთხვევაში განახლებად ენერგიად მათ შორის ითვლება წყალიც ხო ჰიდრორესურსი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში აი რაც ჩვენი ქვეყნის მაგალითს მინდა ეს ყველაფერი მოვარგო და ამიტომ ამ შეკითხვას ხშირ შემთხვევაში ძალიან ცოტა გვაქვს მაგალითად ქარის ელექტროსადგური ხომ მზის ბატარეები კერძო კომპანიები უფრო მეტად სარგებლობენ ამით ვიდრე ასე ვთქვათ რაღაც მასშტაბური თუ არ ჩავთვლით რაღაც პროგრამებს ხომ ვიდრე ეს იქნება რაღაც სტრატეგიული ერთნაირი ან რაღაც სახელმწიფო დახმარების მიდგომა ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად კერძო ინიციატივები
ტრიალოგია, ასე ვთქვათ და ერთადერთი რასაც სახელმწიფო ხშირად ითვისებს და რასაც გვეუბნება ეს არის წყლის ჰიდრორესურსი. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სოფლიოში ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს უკვე ფიქრი კლიმატის ცვლილების ფონზე არის თუ არა განახლებადი რესურსი თუნდაც წყალი. აი ჩვენს შემთხვევაში რა რესურსები გაგვაჩნია? გვაქვს თუ არა გარდა მზის, ქარის როგორც აღმოჩნდა იმუშავა ქარმა, ხო, გორის შემთხვევაში, ხო? აი როგორი უნდა იყოს ჩვენი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული ენერგია საქართველოში და რა რესურსი გაგვაჩნია ამ მხრივ? ჰიდრორესურსები დიდი გვაქვს და სწორედ ეს არის ის, რასაც რის გამოც სახელმწიფო თავს იმშვიდებს და ამბობს, რომ ჩვენ განახლებადებში ძალიან დიდი ეფექტი გვაქვს, მაგრამ ყველაზე საინტერესო რესურსი მე მაინც გონია რომ მზე არის, იმიტომ რომ მზე სხვა პლანეტიდან მოწვეული ენერგიაა და აქედან გამომდინარე ემატება იმ შიდა და დახურულ სისტემას, რომელიც შიგნით გვაქვს. ჰიდრორესურსები საკმაოდ დიდარი ქვეყანა ვარ და საკმაოდ დიდი, მაგრამ ყველა სახით გამოყენებული ჰიდრორესურსი ვერ ჩაითვლება განახლებად რესურსად და იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ როდესაც უკვე გარემოს ზემოქმედებას ვაფასებთ ამა თუ იმ ჰიდროსადგურს, არა მივდივართ იქამდე რომ ეს განახლებადი რესურსი კი არ არის, პირიქით განახლებადი კი არის, შეიძლება ვთქვათ რესურსი და კარგი რესურსია, დიაფი რესურსია, მაგრამ მივდივართ იმ რეალობამდე რომ საფრთხეების ვქნით და აქედან გამომდინარე ამ საკითხში ძალიან სერიოზული დაფიქრება მართლაც მე თვითონ თავის დროზე მონაწილეობდი გალის ატომური სადგურის მშენებლობაში, თავის დროზე მონაწილე როგორც მეცნიერი და როგორც პროექტანტი ჟინვარის ელექტროსადგურში მახსოვს რეები ხდებოდა და როგორი იყო ენგურის ელექტროსადგური ხუდონზე ყველგან მონაწილეობდი როგორც გეოლოგი, გეოფიზიკოსი და ფიზიკოსი ასე ვთქვა და მახსოვს ის გამოწვევები, რაზეცაც ლაპარაკობდი, ის გამოწვევებიც მახსოვს, რასაც ჩვენ ატომური ენერგეტიკოსები გვეუბნებოდნენ და აი ბევრი რამე ახდა და მართლაც ესეა. ჰიდრორესურსები მართლაც ბევრია, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ გონია, რომ ჰიდრორესურსებს ავიფუძნებთ აი დიდ ელექტროსადგურებს ავაშენებთ და რაღაცა, შეიძლება არც კი იყოს ის საინტერესო ჩვენთვის და უფრო მცირე ჰესების მიმართულება იყოს საინტერესო, თუმცა ამაზე აი არც კი ვიტყვი, მეშინია თქვა, მაგრამ შეიძლება გარკვეულწილად ატომური ენერგეტიკაც კი იყოს საინტერესო, თუ ჩვენ ამას კარგად შევასრულებთ და კარგად განვავიტარებთ, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. კი ბატონო, ტყის დამზოგავ მიმართულებაზე მინდა ვისაუბრო, რაც პირდაპირ ასე ვთქვათ თქვენს საქმიანობას ეხება, ეს არის ენერგოეფექტური ღუმელი, ხო? რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს და ეს ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ასევე ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფო გვიკანონებს შეიძლება ასე ვთქვათ, სხვა გამოსავალი არ რჩება ზოგ შემთხვევაში, რომ ტყის დაზოგვის ნაცვლად ჩვენ ხშირად ვჭრით ტყეს, ხომ? მე მინდა გკითხოთ უფრო სწორედ ეს ენერგოეფექტური უფრო სწორედ ღუმელი, რომელიც მე თქვენთან ვნახე და იყო ძალიან საინტერესო შემთხვევაში რამდენად ხელმისაწვდომია უმრავლესობისთვის და რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ ეს ყველას ხელმისაწვდომი გახდეს და ასე ვთქვათ შევინარჩუნოთ და დავზოგოთ ტყე ასე ვთქვათ. ენერგოეფექტიანი ღუმელების წარმოება ჩვენ დავიწყეთ 1 წლის წინ და ეს RDI-ის სოფლის მეურნეობის სააგენტოს დაფინანსებით მოხდა ეს ყველაფერი. ეს წამოვიდა სწორედ აი ამ ცირკულარული ეკონომიკის ძირითად კომპონენტის თქვენი ცით რომ ტყე არის ცირკულარული ეკონომიკის თვალხილული, ასე ვთქვათ, მაგალითი, ვითარდება, გვტება, ნეშომპალა ხდება, ისე ვითარდება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე რომ შემცირებული იყო ტყეზე ზეწოლა და დღეს ესეთი სურათი გვაქვს რომ ტყეს შეუძლია საქართველოს ტყეს 640,000 კუბური მეტრი დავჭრით, ბევრად მეტ, 1.8 მილიონი გვაქვს ჩვენ გარღვევა. ასე ვთქვათ, ეს გარღვევა რომ მოხსნილი იყო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თავრობამ და ჩვენ კლიმატის წვანე ფონდმა გადავწყვიტა, რომ წამოეწყო ეს პროექტი, რომ ტყეზე ზეწოლა შეემცირებინა და ეს ენერგოეფექტიანი ღუმელების სწორედ ამცირებს ტყეზე ზეწოლას და სუბსიდირებულია ეს ღუმელებიც 300 ლარი არის ვაუჩერის ქვეშ, რომელსაც გასცემს კლიმატის წვანე ფონდი, არის ენერგოეფექტიანი 70% და მეტია მისი ენერგოეფექტურობა. სწორედ ამ ღუმელების წარმოებაზე დაფუძნებული არის ის სასწავლო კომპონენტი, რომელიც მოთხოვნადი რამდენად არის? ეს საინტერესოა. მოთხოვნადი რამოდენიმე კატეგორიის ღუმელია ახლა ჩვენს ასე ვთქვათ პორტფოლიოში, არის ერთი სოციალური, რომელიც არის სოციალური სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის და ჩვენ ამას ვაკეთებთ, მათ ვცდილობთ რომ წამოვიწყოთ კამპანია სითბოს ყველას და ამ კამპანიის ქვეშ ვცდილობთ რომ სოციალურად დაუცველებს ეს მიეწოდოთ
თითქმის უფასო და ვაკეთებთ. თუშეთის მუნიციპალიტეტში პირველი საპილოტე კომპონენტი წამოვიწყეთ და უკვე დავარიგეთ რამოდენიმე ღუმელი და ამას განვავითარებთ თან და თან. უკვე თუმცა მასშტაბის ამბავიც არის, ხო, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ. ეს პილოტია, ეს საწყისია, ვფიქრობთ გავზდით ამას. ვაუჩერების ქვეშ არის უკვე რომელიც თქვა ხელი ეწყობა გარკვეულ ღუმელებს და გვაქვს კომერციული რომელიც უბრალოდ იყიდება, იმიტომ რომ მოწონთ და ვცდილობთ ისეთნაირად გავაკეთოთ, რომ დიზაინშიც დააკმაყოფილოს და ძალიან ლამაზია. კი, იყიდება ეს კომერციულია პროდუქტი, იყიდება კარგად, სოციალურ ნაწილშიც იყიდება და შეიძლება ითქვას, რომ ჯერ რაღაც 3 კვირა ერთი თვია დაახლოებით რაც დავიწყოთ გაყიდები და კმაყოფილები ვარ. კი ბატონო, აი ბიომეურნეობასაც მინდა შევე, ხო? აი რომ ავხსნათ რას მოიცავს იგი და რითი ხდება ქიმიური საშუალებების ჩანაცვლება და რამდენად მომგებიანია იგი კომერციული თვალსაზრისით და რამდენად ხელმისაწვდომია ეს ამ კითხვას ხშირად ვსვამ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს რაღაც მიუწვდომელი ადამიანებისთვის, ხო? იმიტომ ხშირ შემთხვევაში ასეა, ყველას გონია რომ ძვირია, ხელმისაწვდომი არ არის და აი გონიათ რომ სადღაც მომავალში რაღაც წლების მერე უნდა მოხდეს ამის დანერგვა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენ სმენელს და მაყურებელს გავაგებინოთ, რომ ახლად შეიძლება მოხდეს, ახლად შეიძლება სადღაც ხდებოდეს და თავიანთ ოჯახებშიც, ხო, გაითვალისწინოს ყველაფერი. ჩვენ თუ დავთვალოთ ამას ყველაფერს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ გარემოს დაცვით. ან თუ ჩვენ საკითხებს მიუძღებით ფართო სპექტრით, თუ რა სარგებელი მოგვაქვს ჩვენ გარემოსთვის და რა ფინანსური დანახარჯები გვაქვს, მაშინ ეს პროდუქტები არ შეიძლება აღმოჩნდეს ძვირი, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს უსწავლთ მომავალში ორგანული არსებობის საშუალებას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი რაც იაფია, მანდ მომგებიანი არ არის, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა შევხედოთ გლობალურად აი ესეთი ანალიტიკა უნდა გავაკეთოთ, რომ უნდა გარემოს დაცვის კომპონენტებთან ერთად უნდა. რაც შეეხება ბიომეურნეობებს, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მცდელობა, მაგალითად, როდესაც ჩვენ ქარხანას ვაშენებდით, ხო, შევეცადეთ, რომ topsoil-ს ხო, ზედაფენა ნიადაგის, რომელიც არის ნაყიერი, შეგვენარჩუნებინა, გაგვემდიდრებინა, კომპოსტირება გავუკეთებინა და უკან მოგვეხვედრებინა, ვთქვათ ეს ფენა ისევ ვთქვათ დაგვებრუნებინა დეგრადირებულ ნიადაგებში და აღვედგინა ამით დეგრადირებული ნიადაგები. თუ ჩვენ მიუძღებით საკითხებს ისე როგორც უნდა უდგებოდეთ, არა, ამ საკითხებს როგორც უნდა იყოს და როგორც გვეუბნება ამ გრადობის პრინციპები, მე არ მგონია, რომ ეს იყოს ძვირი, როდესაც ამას ჩვენ ყველაფერს შევაფასებთ. დავთვლით, რამდენი არის გამონაბოლქვი ამ ემისიები, ამ გაზების, შევადარებთ იმას, რა პროცესები მოხდებოდა, ამას გადავიყვანთ იმ წრილში, რა მოელით ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ჩვენი ასეთი საქციელის გამო, მაშინ ჩვენ მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი თურმე ასე უნდა ვაკეთოთ. ანუ მწვანე ცხოვრების წესი სულაც არ არის სიახლე. მწვანე ცხოვრების წესი და მწვანე წვრილების მწვანე ეკონომიკა, ეს არის ოდითგვანი ჩვენი ცხოვრების გენერალური ხაზი და აი ამ ხაზით უნდა ვიაროთ. ის არის დანაშაული, რომ ჩვენ ამას გადავუხვიეთ და ის არის დანაშაული, რომ ჩვენ ინდუსტრიალიზაციის პროცესებში დავკარგეთ სადღაც ეს ბოლოები. კი ბატონო, საერთო მოცულობაში აი თქვენი საქმიანობა მაინც ცოტა არის, ხო? აი მთლიან წილს რო შევხედოთ არ ქვეყნის ჭრილში, ხო? მე მინდა კითხოთ და ამით დავასრულებთ უკვე ჩვენ აი რა უნდა გაკეთდეს, ასე ვთქვათ, ევროპული ტემპით განვითარებისთვის. აი თქვენ რას ფიქრობთ, აი რა არის საჭირო ამისთვის, რომ აი თქვენნაირი ბევრი კომპანია, ბევრი სახლი, ბევრი ადამიანი არსებობდეს, ასე ვთქვათ, ქვეყანაში. მე მგონია ჩვენ უნდა მოვიქცეთ ასე, ჩვენ ყველა ადამიანმა დილას რო გავიღვიძებთ და ვთქვათ, რომ მოდი ჩვენ ვიცხოვროთ დღეს იმ წესით, რომ არ ვავნოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი არსებობით არ ვავნოთ გარემოს და ვიყოთ მდგრადი განვითარების წესით და როდესაც დავწევით, უნდა დაწვლის წინ უნდა შევაფასოთ ეს, რომ რამდენად ჩვენ ეს გავაკეთეთ სწორად. თუ ჩვენ ყველა ადამიანი ჩვენი კომპეტენციის ქვეშ გავაკეთებთ ამას ორგანულად და გავაკეთებთ სწორად, მაშინ ჩვენ ეს პრობლემები აღარ დაგვიდგება და აღარ გვექნება. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ყველამ ეს პრობლემა უნდა გავითავისოთ. და ჩვენ თუ ამას გავითავისებთ ყველანი, არა, მაშინ ჩვენ არ გვექნება პრობლემები. ესე მგონია მე. ანუ გრძელვადიანი უნდა იყოს ჩვენი ფიქრები, აზრები და მოქმედებები, ასე ვთქვათ. და ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები და ჩვენი შვილების აღზრდა უნდა დავიწყოთ გრადი წესით. ანუ ეს ყველაფერი
უნდა დავიწყოთ ადრეულ რაც აისახება, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. მოხუცებულებამდე პასუხისმგებლობითი მიდგომა საკითხებისადმი და მაშინ ჩვენ არ გარემოს მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის სტუმრობისთვის. მე მსმენელებს მაყურებლებს შევახსენებ, რომ ზაალ ხელაძე მწვანე ინჟინერიის ცენტრის დამფუძნებელი მეცნიერებათა დოქტორი იყო ჩვენთან ერთად. ჩვენ კი მომავალ სამშაბათს სხვა თემებით შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა რომ გვისმენით და გვიყურეთ. მადლობა.